გამარჯობათ, ჩემო ძვირფასებო, დღეს 27 ივნისია, პარასკევი დღე, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდიამ წამზე, როგორც Facebook-ზე, ისე YouTube-ზე თქვენ თვალს ადევნებთ ჩვენს გადაცემას გზა და ჭეშმარიტება. მე კი ამ გადაცემის წამყვანი დემეტრი ზარქუა გახლავართ და მე წარმოგიდგენ ჩემს თანაწამყვანს მირზა ჩხოლარიას. დღესაც საინტერესო თემებზე გვინდა თქვენთან ვისაუბროთ. რაც შეეხება ჩვენს თემებს, ეს არის სკოლა, ბავშვები და ბავშვებთან ურთიერთობაზე გვექნება საუბარი, ხოლო გადაცემის მეორე ნაწილში საუბარი გვექნება ჩვენს პროექტზე და ამ პროექტში განხორციელებულ ძალიან დიდ საქმეზე, რასაც ქვია წიგნის გამოცემა, ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრება, დედა უსაზღვრო სიყვარულის, ასე ქვია ჩვენი პროექტის ფარგლებში გამოცემულ წიგნს. და დეტალებზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. გამარჯობა, მირზა. მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო გამომწერებო. ჩვენთვის დიდი სიხარულია, რომ ახალ გადაცემას წერთ ღია სივრცეში, უკვე მეორედ და დღეს მართლა საინტერესო თემა შევეხებით, უშუალოდ ბავშვებთან ურთიერთობას, როგორ არის ჩვენი ურთიერთობა სკოლაში ბავშვებთან, ახალგაზრდებთან და ჩვენს რეგიონს შევეხებით უმეტესწილად სამეგრელოს და ჩვენს ეპარქიას, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას. საინტერესოა თვითონ აი ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე ეს ყველაფერი. პირველ რიგში მინდა ვთქვა ის, რომ როგორც მირზა, ისევე მე ვსწავლობდით კახეთის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში და შემდეგ დამთავრების შემდეგ ორივეს მოგვიწია წამოსვლა იქიდან და როცა მხოლოდ იმიტომ წამოვედით, რომ გაგვიგრძელებინა სწავლა და როცა მორჩი სწავლას სემინარია მორჩი, მირზა სემინარია და აკადემია დაამთავრა თბილისის და შემდეგ ორივე დაუბრუნდი ჩვენ სკოლას. მე დროებით მუშაობდი, ეხლა მადლობა უფალს, რომ მირზა აგრძელებს ბავშვებთან ურთიერთობას და სწორედ ამ ბავშვებთან ურთიერთობაზე გვინდა დღევანდელი გადაცემაც ჩავწეროთ და პირველი შეკითხვა მექნება ასეთი. მირზა, მეც გავიხსენებ რა თქმა უნდა, მაგრამ შენგან მაინტერესებს, აი როგორი ბავშვი იყავი, რომელი საგანი მოგწონდა ყველაზე მეტად და რას აფასებდი იმ საგანში ყველაზე მეტად? ხო არის რაღაცის გამო მოგწონს ზოგიერთი საგანი, მაგრამ ქართული არის, იმიტომ მოგწონს, რომ იქ თუნდაც გიყვარს პოეზია, პოეტები, თუნდაც სისხლყანწელები, არა არსებითი მნიშვნელობა ასეთი არ დავასახელებ, უფრო დაკონკრეტებას არ მიცემ, მაგრამ რაღაცის გამო მოგწონს საგანი. და შენ რომელ საგანს გამოარჩევდი და რატომ? პირველ რიგში ბავშვობას როცა ვიხსენებთ, ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლებს ვიხსენებთ ნამდვილად. მე ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, როგორც თანატოლები. ალბათ უფრო წყნარი, ცელს ვერ დავარქმევდი ჩემს ბავშვობას. მე და დემეტრე სხვადასხვა სკოლაში სწავლობდით, მოგეხსენებათ და 2010 წელს ღვთისმწყალობითა და ჩვენი ეპარქიის მდელმთავრის ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით გაიხსნა სასულიერო გიმნაზია კახეთში. დიდი წვლილი აქვს გიმნაზიის გახსნაში ჩვენს სულიერ მოძღვარს მამა გაბრიელს, დეკანოს გაბრიელ გულორდავას, რომლის ჩაუხრელი შრომის შედეგი იყო სწორედ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში, რომ გაიხსნა სასულიერო გიმნაზია და მთელი სოფლებიდან შეიკრიბა ბავშვები, შეიკრიბდნენ ახალგაზრდები, მოაწყდნენ ასე ვთქვათ ეგრევე დაახლოებით 100-ზე მეტი ვიყავით, ყველაზე მეტი ვიყავით ჩვენ როდესაც სწავლობდით გიმნაზიაში. დაახლოებით 120 ბავშვი ირიცხებოდა და ახლაც ირიცხება 100-მდე ახალგაზრდელი ჩვენ სკოლა გიმნაზიაში. რაც შეეხება საგანს სწავლით, ალბათ თითქმის ყველა საგანს ერთნაირად სწავლობდი, მაგრამ განსაკუთრებული ჩემი სიყვარული იყო საქართველოს ისტორიისადმი და რა თქმა უნდა ქართულ ენასა და ლიტერატურასაც გამოვარჩევდი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს დემეტრე კია პოეტი, მე არა ვარ ლექსებს არ წერ, მაგრამ ლექსი თვითონ წერს, როგორც ამბობს ჩვენი დიდი პოეტი და მიყვარს ძალიან პოეზია მეც და ქართულ ენასა და ლიტერატურასაც გამოვარჩევდი და რა თქმა უნდა პირველი მაინც საქართველოს ისტორია ჩემთვის. მოვიკითხოთ ლალი მასწავლებელიც. მოვიკითხოთ ჩვენი ლალი მასწავლებელი, ძალიან სავატიცემულო ადამიანი, ჩვენთვის უსაყვარლესი, უკეთილშობილესი
ჩვენ როცა ვსწავლობდი ჩვენი მასწავლებელი იყო, შემდეგ კოლეგები გავხდით და მაგრამ მაინც მასწავლებელი იყო, არის და იქნება ყოველთვის, რაც არ უნდა სიმაღლეს მივაღწიოთ ჩვენ და რაც ვინც არ უნდა გავხდეთ, მთელი ცხოვრება ჩვენი მასწავლებელი იქნება. აი საფრთხოსთან როგორი დამოკიდებულება ქონდა და ვინ იყო მაშინ? აი რას სწავლობდი ყველაზე მეტად საფრთხოში? აი ხო საკითხები რომ ზოგიერთ შეიძლება მარტივი იყო, ზოგიერთი რთული იყო და აი ეს ეპიზოდები თუ გახსოვს იმ დროიდან. კი, რა თქმა უნდა. საფრთხოს ჯულის საგანმა ჩემს ცხოვრებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ზოგადად იქიდან გამომდინარე რომ ანუ ახლა საერო საგნები გამოვარჩიეთ ჩვენ, მაგრამ სულიერი კუთხით ეს პირველი საგანი გიმნაზიაში და რაც გიმნაზიას გამოარჩევს სხვა საჯარო სკოლებიდან შეიძლება სვამენ ამ კითხვას და ამასაც უპასუხოთ. რითი გამოირჩევა სხვა სკოლებიდან და გიმნაზია. აი მაგალითად კიდევ ერთ ფაქტს გავიხსენე, გამახსენდა ამ წამს რომ როდესაც მე 2010 წელს მამაჩემმა მითხრა რომ მეც ერთად დავდიოდი ტაძარში 2006 წლიდან 8 წლის ვიყავი, 7-8 წლის ვიყავი, როდესაც კახეთში დავიწყე სიარული და როცა გავიგეთ ამის შესახებ რომ იხსნებოდა სკოლა, კი მეთანაღმდებოდა როგორც ბავშვს გული რომ ჩვენს კლასელების დატოვება არ მინდოდა, მაგრამ რა თქმა უნდა დიდი პრობლემა არ მქონია, პირდაპირ გადავწყვიტე მეც რომ წავსულიყავი და ერთი ჩემი კლასელი იყო გიორგი ერქვა და მამამის ეუბნება, ამ გიორგის მამას ეუბნება მამაჩემი რომ აი მირზა გადამყავს სასულიერო გიმნაზიაში და შენც ხო არ იფიქრებდი რომ გადაგეყვანა გიორგი და არ იყო ასე ვთქვათ ეკლესიური, რა თქმა უნდა მორწმუნე ადამიანია, მაგრამ ეკლესიური ადამიანი არ იყო მაზიარებელი და ასეთ რაღაცა უთხრა რომ შენ რატომ არაო კაცო, მეო ერთი ბიჭი მყავს, გოგო ყავს კიდევ და ერთი ბიჭი მყავს და შენო ორი ბიჭი ყავსო და ერთს ეკლესიაში უშვებო და მეო ვერ გავუშვებო. ანუ იმის წარმოდგენაში სასულიერო გიმნაზია იყო რაღაც მონასტრის გაგება მის თითქოს რაღაცა იქ ვინც მოსწავლე მიდიოდა ის აუცილებლად სასულიერო პირი უნდა გამხდარიყო, ან აკვეცილიყო, არ იყო ცოდნა არ იყო ამის. და ეს გამახსენდა ამ შემთხვევაში და 2010 წელს ჩავაბარეთ გიმნაზიაში ერთად და იქიდან იწყება ჩვენი ერთობა, ძმობა და ეს სიყვარული, რომელიც გვაერთიანებს. და ასე გაგრძელდება ცხოვრების ბოლომდე ღვთისმშეწევნით. ზოგადად დგება ადამიანის ცხოვრებაში რაღაცა მომენტები, ცხოვრება გვაძლევს რაღაცა განსაცდელებს, მაგრამ განსაცდელები გადიან და ჩვენ მოვედით ამ დრომდე და ღვთისმშეწევნით ბოლომდეც ასე იქნება. მე ამის მჯერა და იმას ვსაუბრობდით, რომ აი რა გამოარჩევდაო ის არ დაგვისრულებია, ისაც რა გამოარჩევ. ხო, საფრთხო ჯულზე ვსაუბრობდი და სწორედ ეს გამოარჩევს რა სხვა სკოლებიდან, რომ აი მირზა უკეთესად ისაუბრებს, მაგრამ თავიდან როცა სანამ გაკვეთილები დაიწყება, აი ზარის დარეკვამდე არის დილის ლოცვები არის და ვიხსენიებთ იქ სკოლის მოსწავლეებს, ვიხსენიებთ აი ჩვენს უწმინდეს ვიხსენიებთ, ჩვენს მამებს ვიხსენიებთ, ჩვენს მეუფეს ვიხსენიებთ, ყველა იმ ადამიანს ვიხსენიებთ, ვისაც მოხსენიება სჭირდება და ეს ძალიან კარგი არის. ბავშვები სწავლობენ ლოცვას. რაც ყველაზე მთავარია და შემდეგ რა თქმა უნდა ღვთის სიტყვა ისწავლება და ძალიან კარგი ხელში არიან ახლა ბავშვები ასწავლის, მირზა ასწავლის და აი შედეგიც აქვს, მადლობა უფალს. ძალიან შედეგიანი გამოდგა მირზას აი მუშაობა ბავშვებთან და ეს ძალიან მიხარია. სიმართლე ვთქვათ, რაც მე ვერ შევძელი, უკვე რაღაც საფეხურებზე ავიდა მირზა და ეს ძალიან კარგი არის და იქით წინ ძალიან დიდი წარმატებები ელოდება, რა თქმა უნდა. და აი საფრთხოს ჯული რას ნიშნავს? საფრთხოს ჯული თავარი საგანი, სასულიერო გიმნაზიის არის სწორედ ეს საგანი და ერთ ფაქტს გავიხსენებ, აი ჩემი ცხოვრებიდან რომ როდესაც მე დავასრულე სასულიერო გიმნაზია, ერთ გადაცემაში ეს ისტორია მოვყევით უკვე, როგორ ჩავაბარე მე სასულიერო სემინარიაში და მოძრის კურთხევა და ასე შემდეგ ამ თემაზე და ამ ისტორიაზე ვისაუბრეთ უკვე. და როდესაც მე სასულიერო სემინარიაში მივედი და დავიწყე სწავლა, დაიწყო უკვე იქ არის თავარი საგანი, რა თქმა უნდა, ძველი და ახალი აღთქმა არის ძირითადი საგანი, ნუ შემდეგ მე ეს მეორე, მესამე, მეოთხე კურსზე სხვა საგნები შემოდის, ბევრ საგანს მოიცავს თეოლოგია, პატროლოგია, დოგმატიკა, ეკლესიის ისტორია, სამართალია, მაგრამ ძირითადი საყრდენი, რა თქმა უნდა, ამოსავალი წერტილი და პირველწყარო მთელი სარწმუნოების არის წმინდა წერილი და როდესაც მე უკვე დავიწყე შესწავლა, პირველი არის ტექსტი და განმარტება, ეგზეგეტიკა.
და როდესაც უკვე ჩვენ გქონდა სემინარები, გამოცდები, ჩემი თანაკურსელები აი ხშირად ითხოვდნენ ჩვენს სასწავლებელში ზოგიერთი რაღაც მუხლების თავების ტექსტების პირად ცოდნას ან ტექსტთან მიახლოებით და ეს ტექსტები მე სულ გავლილი მქონდა სასულიერო გიმნაზიაში და ისინი რო ანდომებდნენ მთელ დღეს ამ ტექსტების შესწავლას, მე მთელ დღეს ამ ეგზეგეტიკას განმარტებებს კითხულობდი, ანუ რამხელა წინსვლა მომცა ამ გიმნაზიამ, ჩვენმა სასულიერო გიმნაზიამ და ზოგადად ამას რომ თავი დავანებოთ, ზოგადად თეოლოგია სულ სხვა მიმართულება, მაგრამ კატეხიზმო ისწავლება ჩვენს გიმნაზიაში და რა თქმა უნდა ძველი და ახალი აღთქმის წიგნები ისწავლება გამარტივებული ენით და ხშირად სხვათა შორის ამბობს ზოგიერთი რომ აი ლოცვაში ისეთი ტექსტებია თუნდაც წმინდა წერილში ხანდახან რომ ვერ იგებენ ეს ბავშვები და რა აზრი აქვს მაგალითად როდესაც ლოცვას სწავლობს და ზეპირად ამბობს ამას როდესაც თვითონ ბავშვი ვერ წვდება შინაარს და დიდსაც უჭირს ხო რა თქმა უნდა ერთი მხრივ სიმართლის მარცვალი არის ამაში მაგრამ აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ ის მადლისმიერი მოქმედება რაც ლოცვას ახასიათებს რომ ლოცვის შედეგად ის მადლი გარდამოდის მათზე როდესაც ისინი ლოცვას ამბობენ იმხელად იმდენად გულწრფელად სუფთა გულით სიწმინდით ამბობენ ამ ლოცვას რომ ხშირად ჩვენ კი არა ვართ ამ დროს მათთვის მისაბაძები ისინი არიან თავიანთი სიწმინდიდან გამომდინარე ჩვენთვის მისაბაძე ადამიანები ასე ვთქვათ ხო და თვით იესო ქრისტემაც რა მცნება დაგვიტოვა ერთ-ერთი რომ თუ არ იქნებით ბავშვებივით ვერ შეხვალთ სასუფეველში და ეს არის თავარი მამოძრავებელი გიმნაზიის რომ აი ეს ლოცვა ნეხასიათის წრთნა როგორც წმინდა ილია მართალი ამბობს არ არის მხოლოდ საკმარისი რომ რაღაცა ბუკვალურად ცოდნა მივაწოდოთ ჩვენ თაობას ეს არის ცოდნა მაგრამ განათლებული ადამიანი რომ ჩამოყალიბდეს აუცილებელია ნეხასიათის წრთნა რასაც ემსახურება სწორედ ეს საფრთხილი და ზოგადად ჩვენი სასწავლებელი მე ყოველთვის ბავშვებთან ურთიერთობის დროს ყოველთვის ვეუბნებოდი რაღაცის ახსნა რომ მინდა და იქ მიღებული განათლება ეს არის აი საძირკველია მაგარი საძირკველი მე რა ცხოვრებაში ისეთი გზები აქვს ამ ბავშვებს გასავლელი რომ ახალი ეტაპები ყოველთვის აი ამ საძირკველზე როცა აშენებენ სახლს ყოველთვის იქნება მყარი და ვერანაირი ქარიშხალი ვერ მოერევა ვერანაირი განსაცდელი მას ვერ მოერევა და ეხა ძალიან ბევრი უყურებს ხოლმე ის მიხარია რომ ჩვენ არ აქვს მნიშვნელობა პოსტი დავდოთ თუნდაც ვიდეო რომ ჩვენი მოსწავლეები არიან ჩართულები ყოველთვის უყურებენ და გულშემატკივრობენ როგორც ჩვენ ვართ მათი გულშემატკივარი ძალიან დიდი ისე არიან ისინი ჩვენი და ახლა აუცილებლად ვიცი რომ ბევრი თქვენთაგანი მიყურებ და ერთ რაღაცას გეტყვით რომ ძალიან მიყვარხარ და რაც არასოდეს დამავიწყდება მე თქვენთან ურთიერთობაში ეს არის თქვენგან გაღებული საზღვრო სიყვარული რამაც მე ბევრი რაღაც მასწავლა და აი ამას არასოდეს არ დაგივიწყებთ და ახსოვდეთ რომ თქვენ დამეტრე მასწავლებელს ძალიან უყვარხართ და ენატრებით მოვა მაგისი დროც რომ თვითონაც ენატრებით ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს და სულ მეკითხებიან როდის დაბრუნდება დემეტრე მასწავლებელი ეხლა ეს ღმერთი მოწყალი არის ღმერთმა იცის უკეთესად რა როგორ იქნება და მადლობა უფალს პირველ რიგში იმისათვის რომ მომეცა საშუალება თქვენთან ყოფილიყავ იმიტომ რომ თქვენი თითოეული ჩახუტება ის დაწერილი ფრაზები ფურცელზე დემემას მიყვარხარ არასოდეს დამავიწყდება და ეს ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის და მადლობა უანგარო წრფელი სიყვარულისთვის და უფალი იყოს თქვენი მფარველი მე მინდა რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოთ ყველამ ერთად და აუცილებლად დაუჯერეთ თქვენ მასწავლებლებს და განსაკუთრებით მასწავლებელს რომ აი ცხოვრებაში ბევრ ამის მიაღწიოთ და ერთად ღვთისაკენ ეს არის ჩემი ლოზუნგი და ყოველთვის ამას ვიტყვი რომ ერთად ღვთისაკენ უნდა ჩავყიდოთ ხელი ერთმანეთს ცხოვრებაში ძალიან დიდი განსაცდელები არის ეს ასე იყო და ასე იქნება მაგრამ როცა ერთმანეთს მყარად ჩავყიდებთ ხელს ღვთისკენ მიმავალ გზაზე არაფერი დაგვაბრკოლებს ეს გახსოვდეთ ჩემო ძვირფასებო აი შემდეგ კითხვა ერისი კითხვაც მინდა ყოველთვის აი დაუშვათ ბავშვმა რაღაც დააშავა ამ დროს მიდგომა როგორია როგორ მკაცრად უნდა მომიქცეთ ბავშვს თუ რაღაცნაირად სიყვარულით მოთმინებით დაუხსნათ ყველაფერი აი ეს თუნდაც დაშავება რა ის ზოგადადაც აი სახტო შულს სწავლობს ან ქართულ სწავლობს არ აქვს მნიშვნელობა როგორ უნდა მიუდგეს მასწავლებელი
ბავშვს ისე რომ საგანი შეაყვაროს, მართლა შეუყვარდეს. იმის გამო კი არა რომ მასწავლებლის ეშინოდეს და შენ როგორ მეტყოდე. აი რა არის ყველაზე საჭირო ამისთვის? აი ამის კითხვა მინდა შენთვის. სანამ ჩემს აზრს და პოზიციას გამოვთქვამდე, ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ დღეს იყო ჩვენს გიმნაზიაში პედსაბჭო და სუსტად დასრულდა ერთი წელი, რაც პედაგოგი ვარ. ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის პირველი წელი არის ეს და ახლა მე დიდი გამოცდილება მიმართულებით არ მაქვს, მაგრამ რა გამოცდილებას მაქვს, იქიდან გამომდინარე ვიმშელებ, რომ არ არის ეს გამოცდილება მაგალითად მოსწავლე რომ ვიყავი, იმას რომ ვიხსენებ. თავარია, როდესაც ბავშვებთან მიდგომაზე ფიქრობთ ჩვენ, გავიხსენოთ ჩვენ როგორები ვიყავით და როდესაც ან ჯიდნენ, ან რაღაცას ყვალებდნენ და არ მოგწონდა, ჩვენ როგორი რეაქცია ქონდა მაშინ. შემდეგ გადმოვიდეთ ისევ აქეთ და უკვე შევადაროთ ერთმანეთში იმის მდგომარეობაც გავაშეროთ ჩვენს გონებაში და დავფიქრდეთ, რომ როგორი რეაქცია ექნება ჩვენ ამას რომ ვეტყვით. ხანდახან მე ზოგადად დასჯის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ხანდახან არის ისეთი შემთხვევები, როდესაც აუცილებელია მივუთითოთ სიმგაცრე ეს არ არის ესა წკეპლა და ხა დასჯა და ყურისაწევა არა, მაგრამ ცოტა კაცრი ტონითაც შეიძლება ახლა დოზირება არის საჭირო რა თქმა უნდა ამაში, არ უნდა გადაამეტო შენც ამ კომპეტენციას, მაგრამ ბავშვის აღზრდაში, რაც მე წმინდა მამებთან წამიკითხავს, რა არის მთავარი რომ როდესაც ან რაღაც შენიშვნას მივცემთ ბავშვს, ან გავაკრიტიკებთ, ან რაღაცა დასჯაზე მივალთ, აუცილებელია აიხსნას, რატომ ვაძლევთ ამ შენიშვნას. როდესაც ფსიქოლოგიურადაც ასია ფსიქოლოგებისგანაც მომისმენია მე, რომ ადამიანი როცა სჭის შვილს ან მასწავლებელი ბავშვს და არ იცის რატომ ისჯება, მაშინ იმდენად უკმაყოფილება და ფსიქოლოგიური ტრავმა შეიძლება მიაყენდე შენ ბავშვს, როცა არ იცი რა ისჯება, მაგრამ როცა ეტყვი ტკბილნარევი სიმკაცრით, რომ აი შენ ეს დააშავე და არ იყავი მართალი და ეს არ გაიმეორო აწი, ის დაფიქრდება რა თქმა უნდა, ოღონდ მის დონემდე უნდა ჩახვიდე შენ და რაღაცა კაცრი, მონოტონური და ლიტონი სიმკაცრე არ უნდა გამოიჩინო რა თქმა უნდა. ყველაზე მეტად ის მომეწონა ახლა ჩვენი საუბრიდან, რაც ვისაუბრეთ ბავშვობა შევეხეთ, სკოლა შევეხეთ, რომ აი მისაბაძები უნდა ვიყოთ ჩვენ პირიქით ხო არის მასწავლებელი უნდა იყოს, რომ მისაბაძე მოსწავლისთვის, მაგრამ ყველაზე ძალიან მაგარი სიტყვები ის იყო შენგან რაც მომისმენე, რომ თვითონ ჩვენთვის არის მისაბაძე ბავშვები, მათი წრფელის გული, დამოკიდებულებით, სიყვარულით და როგორც მაცხოვრმა ბრძანა ისე თუ არ ვიქენით ბავშვი და თუ ბავშვი გული არ გვექნა, რაც ყველაზე მთავარი არის, ოსაც სათასასუფეველის დამკვიდრება ძალიან რთულია. მე გავაგრძელებ ჩვენ საუბარს, მაგრამ იქამდე მინდა აი ვისაუბროთ ამ წიგნზე, ყველა წმინდა ღვთისმშობლის ცხოვრებაზე მინდა ვისაუბრო. ეს არის რიგით მესამე წიგნი არის, რომელიც გამოიცა ჩვენი IP წამსიმართლმადიდებლური ორგანიზაციის პროექტის პარკლებში. პირველი წიგნი დაიბეჭდა ცხოვრება და პარაკლისი იყო წმინდა ბარბარის შესახებ, სადაც ბავშვებმა მოიძიეს ინფორმაციები და ჩვენ პროექტში არიან ჩართულები, ბავშვებმა მოიძიეს ინფორმაციები და ეს ავკინწეთ და წიგნად გამოვეცით. პატარა პროფესორი პირველი იყო ბროშურა იყო, მეორე იყო წმინდა ბერ გაბრიელზე მისი ცხოვრება, სასწაულები, გამონათქვამები იყო შესული და მესამე ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრება. და ასეთი სათაური დავარქვით ამ წიგნს, რომ დედა უსაზღრო სიყვარულისა, ხო, უფალი უსაზღრო სიყვარულია და სწორედ აი ამის გამო დავარქვით ამ ჩვენ წიგნს. ეს ძალიან ლამაზი სათაური და ესეც ბავშვებმა მოიძიეს ეს ინფორმაცია და ჩვენ მე შევკარით ერთად და ხა მიხარია ის რომ ჩვენი აი ამ ლამაზი პროექტის ლამაზი შედეგი დებს მაგიდაზე და ყველას გექნებათ იმის შესაძლებლობა რომ ეს წიგნი თქვენს გქონდეთ და რაც ყველაზე მთავარია აი აქედან შემოსული თანხა ეს წიგნები იყიდება, შეგიძლიათ მოგწეროთ გვერდზე და აქედან შემოსული თანხა ჩვენთა სოფელში შენდება ტაძარი სამთავრობო მთავართა სახელზე, იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის და გრიგოლი ღვთისმეტყველის სახელზე და შემოსული თანხა რა თქმა უნდა მოხმარდება ტაძრის მშენებლობას და ეს იქნება ჩვენი ძალიან დიდი
გაკეთებული საქმე, რა თქმა უნდა, როცა ეციგნები ეს ყველა გაიყიდება ღვთისმშეწევნით და ეს თანხა მოხმარდება იმ მიზანს, რაც ჩვენ გვქონდა თავიდანვე, ჩვენს ეკლესიის აღშენებას, მაშინ იქნება ეს საქმე ძალიან მაგრად შესრულებული და ამაში რა თქმა უნდა თქვენი დახმარება გვჭირდება. შეგეძიოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და იყოს თქვენი ფარველი. შემოგევლით, შეგიძლიათ მოგწეროთ ჩვენს გვერდზე და მე დავგაკვალიანებთ რა როგორ შეიძლება მიიღოთ როგორც საქართველოს ფარგლებს შიგნით, ისევე ფარგლებს გარეთაც შემიძლია ეს წიგნი მოგაწოდოთ ყველას. ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ სკოლაზე და აი ბოლოსკენ მინდა აი ვისაუბრო მშობლებზე, დამოკიდებულებაზე, აი თუნდაც როცა ბავშვები საუბრობენ მშობლებთან და მშობლები ესაუბრებიან ბავშვებს, აი სკოლასთან დაკავშირებით. ზოგჯერ ძალიან საინტერესო თემაა. ზოგჯერ აი რაღაცა მნიშვნელოვანი. რაღაცა სხვანაირად უსახავენ მშობლების ბავშვებს სკოლის შესახებ. ზოგჯერ ხდება ისე რომ მე გამიგია ის რომ აი შეიძლება რაღაცა სკოლა არ მოსწონდეს მშობელს და თუ შენ კარგად არ ისწავლი, შეიძლება იმ სკოლაში გაგიშვა და აი რაღაცნაირად დამოკიდებულება შეიძლება არა მართებული იყოს. მშობლის დამოკიდებულება შვილებისადმი აი საკითხთან დაკავშირებით და აი რა რჩევა შეგვიძლია მივცეთ შვილებს და რა რჩევა შეგვიძლია მივცეთ მშობლებს, როცა ეხება სწავლა-განათლებას და როცა ეხება სკოლის არჩევას ზოგადად. საინტერესოა ნამდვილად ეს საკითხი. უდაოდ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ამოწურავად ვერ ვისაუბრებთ ბოლომდე ამ საკითხზე და მოკლედ შევაჯამოთ რამოდენიმე დეტალი აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხარო რეალობა საქართველოში არის ის, რომ რელიგია არ ისწავლება საჯარო სკოლებში. ძალიან ცუდი. რელიგიის სწავლების მნიშვნელობის შესახებ ჩვენ გვექნება ცალკე გადაცემა და ამოწურავად ვისაუბრებთ ამ საკითხზე, მაგრამ ახლა აღინიშნოს ის, რომ აუცილებელია რელიგიის სწავლება, რომ ღვთის სიტყვა აუცილებლად უნდა მივაწოდოთ ჩვენ ახალგაზრდებს, იმიტომ რომ სამწუხაროდ 21 საუკუნეში და ბოლო პერიოდში ხშირია ძალადობის ფაქტები სკოლებში, ხშირია ბულინგი ბავშვებთან ერთმანეთში, იმიტომ რომ უამრავი გამოწვევებია, თანამედროვე გამოწვევები ზოგადად მოსწავლეს რაღაცა ადამიანს ბავშვობის ასაკში, როდესაც აქვს რაღაც პრობლემა, მე გამოვარჩევ სამ ინსტიტუციას, სამ მიმართულებას, რომლებსაც შეუძლიათ რომ ეს პრობლემა მოაგვარონ. მაგალითად, დავიღოთ მაგალითი, რომ რაღაც პრობლემა აქვს ბავშვს, თუნდაც აქვს მაგალითად რაღაცას მიდრეკილება, მაგალითად თამაშისადმი მიდრეკილება, რაღაცა წააგო მაგალითად თანხა და მისი გონება ვერ იტევს იმას, რომ როგორ გავისტუმრო ეს რაღაც პრობლემა. ეს ერთი პრობლემა წამოვჭერთ, უამრავი პრობლემა არსებობს აღსაზრდელებში. ვის ეუბნება ამ პრობლემის შესახებ, ვის უზიარებს? ეს არის მთავარი. პირველი არის ეს მშობელი. შესაძლებელია რომ მშობელს გაუზიაროს, გააჩნია როგორი ურთიერთობა აქვს მშობელთან და სიმკაცრე აღნიშნეთ ჩვენ, თუ მშობელი ძალიან კაცრია, თუ ასეთ საკითხებზე ასე მკაცრად რეაგირებს ყოველთვის და ტკბილ ნარევ სიტყვას არ ეტყვის შვილს და ისე აღზრდის, შვილი რა თქმა უნდა არ ეტყვის და თავის თავში ჩაიმარხავს ამას და ვერ დაიტევს შემდეგ და უამრავი ამერთმა ყველას დაუფაროს თვითმკვლელობის ფაქტები არის ჩვენს კუთხეში და საქართველოში. ამაზე კიდევ ძალიან ბევრი თემები ვისაუბროთ. ეხლა ამ საკითხი მივუვიხილოთ მოკლედ და კონკრეტულად. შემდეგი ეს არის მეგობარი, თანატოლი. უფროსი თუ ეს თანატოლი უფრო უკეთესი, იმიტომ რომ უფრო კარგ რჩევებს მისცემს, მაგრამ ხშირია შემთხვევა, რომ თვითონ ბავშვები უმეტესწილად ჩაკეტილები არიან და თანატოლებიც ისეთი ყავთ, ზოგადად გარემოცვა ისეთია, რომ ვერ გაუზიარებს, თუ გაუზიარა რჩევას ვერ მიიღებს. მესამეს ვამბობ პირობითად, რომ ეს პირველი თუ იქნა ეს მდგომარეობა ყველაზე სასიკეთო იქნება, მაგრამ როცა რელიგია არის სწავლება ეკლესიიდან შორს არის, არ აქვს ურთიერთობა მოძღვართან. სულიერი მოძღვარი, სასულიერო პირი, რომელთანაც მივა და რჩევას მისცემს სასულიერო პირი. და როდესაც სამივე ეს გზა ჩაკეტილი აქვს ბავშვს, შემდეგ ხდება ასეთი ფაქტები და როდესაც საჯარო სკოლაში ხო, ჩვენთან ახლა სწავლობს 100 ბავშვი.
საჯარო სკოლებში 400, 500, 600 ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აი სასულიერო პირი რომ იქნება საჯარო სკოლაში ხომ შეიძლება ის ბავშვი მივიდეს სასულიერო პირთან ის ნიმუში იქნება მისაბაძი რაღაცა რომ ვიღაცასთან მივადარჩევას მიიღებს არ არის მასთან სასულიერო პირი შობილსაც ვერ ეუბნება მეგობარი არ ყავს ისეთი და ასეთი ფაქტები შემდეგ ისივდება და ეს ცოტა მოკლედ შევაჯამე მაგრამ ამ საკითხის შესახებ შეგვიძლია ჩვენ ცალკე გადაცემაც მოვაწყოთ ახლა მშობლები განათლების მხრივ გავაკეთებ ერთ შენიშვნას როდესაც მე მეძლევა საშუალება ის უმეტესწილად მშობელთა კრებებზე ხდება ეს მშობელთა კრებები დარდება მინიმუმ 2-ჯერ 4-ჯერ ხან 6-ჯერ თუ მდგომარეობა მოითხოვს ამას და მშობლებთან როდესაც მე საუბრობ საკითხებზე ანუ ახლა ყველა საგანის მასწავლებელი უმეტესწილად შემოდის და განათლების ცოდნის მიმართულებაზე საუბრობს რომ აი 10-ზე სწავლობდით ახლა 8-ზე სწავლობ და როგორ მოვაგვაროთ ეს მდგომარეობა ну ჩემი საგანი პირდაპირ უკავშირდება არამხოლოდ ცოდნას ნიშანი იწერება ჩვენთან პირობითად თორემ ეს არ აისახება საბოლოო ნიშანს ჩვენი ნიშანი ყოფაქცევაზე ბავშვის სულიერ მდგომარეობაზე ამ საკითხებს შევეხები და ყოველთვის ვეუბნები რომ ერთ რაღაცას უნდა შეეგუოთ თქვენ ზოგიერთი როდესაც სკოლაში იყო ასწავლიდნენ რელიგიას მაგრამ ძალიან შორს არიან ამ ხრივ რელიგიის მხრივ, ცოდნის მხრივ, კატეხიზმოს დონეზეც კი შორს ხართ თქვენ შვილებთან შედარებით. შვილებმა იციან თქვენზე მეტი ასწილად და ჩვენზე მეტი ამ შემთხვევაში და როდესაც ეს შვილები მივლენ სახლებში, აი კითხე და ეს სახლში რა ისწავლე, ეს მე არ ვიცი ეს საკითხები, მოდი მომიყევი. მესაუბრე აი მასწავლე მე-6-ე, მე-7-ე, მე-8-ე მაგალითად ახალ აღთქმას ვხვევით მე 5 კლასში მაგალითად ძველი აღთქმის აი ეს იესო ქრისტეს მიწვევი ცხოვრების შესახებ მომიყევი ამ წამსი რას ნიშნავს განმარტება და აი ბავშვში ხელა мотиваციას გავაღვივებს ჯერ მე როდესაც სემინარიაში რაღაცები ვისწავლე ჯერ უცებრო რაღაცები ერთად მოვიდა ცოდნა ასე ვიხურებდებოდი იქით აქეთ ეს მე არ ვიცოდი და არავინ არ იცის ამ საკითხებზე და ვინმე მალაპარაკეთ ვინმესთან და შირად ქუჩაში რო გავდიოდი სემინარიაში მე აკადემიაში ნაკლებად რა რაღაცა სტენდები რო ედგათ იაღოველის მივდიოდი და ვესაუბრებოდი რაღაცებზე ეს ახალგაზრდული რაღაცა ეს მაქსიმალიზმიდან გამომდინარე და ამ мотиваცია მქონდა ანუ ვინმესთვის უნდა გამეზიარებინა ეს სოდა რაც მიიღე გაგეზიარებინა სხვა სემინარიაში ჩაბარების ერთ-ერთი მთავარი მოტივი ეს იყო სწორედ რომ ვისმენდი ზოგადი განათლება ხომ მქონდა ვისმენდი მაგალითად თვითონ რევლიდანაც კი აი მაგალითად მივდივარ ქუჩაში და ცოტა ავწდი საკითხს მაგრამ აღნიშნოთ ესეც რომ მივდივარ ქუჩაში და ადამიანი ამბობს რომ აი გუშინ იაღოველი შემხდა და თქვაო რომ ჩვენ რომ მოკვდებით აღვდგებით ისევ და დაცინის ამას წარმოიდგინეთ დაცინის რომ აი მოკვდები და აღვდეგი ამბობს იაღოველი ეს თვითონ გონია თავი მორწმუნე ქრისტიანი და დიდი ადამიანი სარწმუნოების მხრივ და ამ დროს რამხელა ცუდ მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს რომ თავარი რაც არის ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთი დოგმატი ეს არის იესო ქრისტე როგორც აღდგა მკვდრეთით ისე აღადგენს ყველა შესვენებულს და წამსშიც ეს გამოკვეთილად ჩანს. ანუ ქრისტიანული სარწმუნოების თავარ დოგმაც ასე ვთქვათ დასცინის რომ არ იცის ისე წარმოიდგინეთ ყველა მდგომარეობაა და ამას ყველაფერს დავიდავანებოთ ახლა ის ალგე განვიხილოთ მაგრამ აი ამ მშობლებს სულ ვეუბნები რომ შვილები რომ მოდიან სახლში ისინი გახადეთ მასწავლებლები თქვენ სახლში ისინი უნდა გახადეთ კი არიან ახლა და ხშირია ფაქტები რომ შვილები ასწავლიან მშობლებს იმას რასაც მე ვასწავლი კლასებში და აუდიტორიაში. ეგ ძალიან კარგია. უნდა გაუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა იმისათვის რომ ის რაც გვაქვს დანაკლისის აღმოფხრათ და ამოვავსოთ. შენ გიყვარს შენი საქმე, მაგრამ აუცილებელია შენ საქმეში მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი სიყვარული გაქვს, გქონდეს мотиваცია. შენ რა გაძლევს ყველაზე დიდ мотиваციას საგაკვეთილო პროცესში, ან თუნდაც საგანმანათლებლო საქმიანობაში. მადლობა. არის ყველაზე დიდი აი ენერგიის წყარო. აი ეს. მადლობა ამ კითხვისთვის, ძალიან კარგი კითხვა, ერთი ისტორიის მოყოლას ისედაც ვაპირებდი და ამ საკითხში ეხება. როდესაც მე ვასწავლი ბავშვებს ახალ აღთქმას, ძველ აღთქმას, კატეხიზმოს, ქრისტიანული სარწმუნოების შესავალს და სხვადასხვა საკითხებს, როდესაც გავდივართ
ისინი ეუფლებიან ცოდნას, შემდეგ გადმოცემენ საკაკვეთილო პროცესში, მაბარებენ ამ ცოდნა მიღებულ გამოცდილებას და ცოდნას და რა თქმა უნდა სიხარულის მომნიჭებელია, როდესაც რასაც გადასცემ, იმას იღებ და რასაც გასცემ, იმას იღებ მოსწავლეებისაგან, მაგრამ ჩემთვის მთავარი არის რომ რასაც სწავლობენ ისინი გაატარონ ცხოვრებაში და ერთ ფაქტს გავიხსენებდი ერთი თვის წინ ერთ-ერთ კლასში შევედი მე-6 კლასში, კარგად იცნობ მე-6 კლასის მოსწავლეებს მოვიკითხავთ აქედან დიდი სიყვარულით და ამ ისტორიას როცა მოისმენენ, მიხვდებიან რა ისტორია და გახსენდებათ ეს ისტორია. მე-6 კლასში შევდივარ, უნდა დავიწყო საგაკვეთილო პროცესი, გავდივართ იესო ქრისტეს მიწიერ ცხოვრებას, ერთ-ერთ საკითხი უნდა განვიხილოთ და ხედავ რომ არის რაღაცა მოწყენილი სიტუაცია, კლასში დაძაბული მდგომარეობა. რაღაცაზე იჩხუბეს, ეგრევე შევამჩნიე, მაგრამ ეს პირდაპირ არ უსვამ მკითხვას, რომ რაზე იჩხუბეთ, აბა რა დაგიმართათ. ნელ-ნელა საუბარი შევაპარე და საუბრობ ნელ-ნელა შევყევით, ისინიც შემოვიდნენ დიალოგში და მათ მოუყევი რომ აი დღეს ეს საკითხი ცოტა ხნით გადავდოთ და ერთ პატერიკს მოგიყვებით, რომელიც დაახლოებით ამ ასაკის ვიყავი, ჩემი მოზრისაგან რომ მოვისმინე ეს პატერიკი და ისტორია და დაილექა ჩემს მეხსიერებაში. ორი ოჯახი არის, მეზობლად ცხოვრობს ორი ოჯახი, ცოლ-ქმარია, ერთ ოჯახში შვილი არ ყავთ მათ, მეორე ოჯახში ცოლ-ქმარია და მათ ყავთ ერთი შვილი. და ამ ოჯახში, პირველ ოჯახში არის სულ ჩხუბი და ამ ოჯახიდან გამოდის სულ ყვირილი და წივილი, ასე ვთქვათ, და ცივი მდგომარეობა არის. ხოლო მეორე ოჯახი არის ძალიან მოწესრიგებული, სუფთა, წყნარი, მშვიდი ოჯახია და ერთხელაც, როდესაც პირველი ოჯახის ხმაურიანი ოჯახის თავი გამოდის სამსახურიდან ბრუნდება და ცოლი დახვდა მას და რაღაც ინტერესი აქვს, რაღაცა აინტერესებს და რა ხდება აბა და ერთი მიდი და გადადია ამ ოჯახში და არ გაინტერესებს ერთი ჩვენ სულ ჩხუბობ და ამ ოჯახიდან ერთი ხმა არ გამოდის და როგორ ცხოვრობენ ასე ისინი. კარგი, ქმარიც ეუბნება რომ ეს მაინტერესებს და მივიდა, სწრად მიეპარა და უთვალთვალებს ფანჯრიდან. ქმარი ბრუნდება სამსახურიდან, აი მეორე მშვიდი ოჯახის თავი. და როდესაც კარს შემოაღებს, სხვრევის ხმა გაისმის. ქოთანი იდო კართან თურმე და როცა კარი გამოაღვა მეუღლემ, დაიმსხვრა ეს ქოთანი და ახლა ეს კაცი ანჯარასთან რომ არის. ხმაურიანი ოჯახის უფროსი ელოდება რომ აქ იქნება ახლა წივილ-კივილი და ყველაფერი გაირკვევა და მეუღლე გამოდის ამ დროს ამ კაცის და უცებ ეუბნება რომ საყვარელო მაპატიე ეს მე უნდა შემემჩნია რომ ეს ქოთანი კართან იდგა და უნდა მენახა და გამეწია და ქმარი ამშვიდებს რომ ნუ ნერვიულობ ძვირფასო შენი ბრალი არ არის ჩემი ბრალია იმიტომ რომ მე არ მივაქციე ყურადღება კარის გაღების დროს და ესე ხმაურიანად შემოვედი და ამიტომ დავამსხვრე და ამ დროს გამოდის პატარა ბავშვი შვილი მათი და ორივე სამშვიდებს წარმოიდგინეთ რომ ხელა მაგალითია ოჯახი შვილისთვის და ეუბნება მათ რომ დედა მამა დამშვიდით დაწნარდით არც ერთი ბრალია არ არის ჩემი ბრალია ეს ქოთანი მე დავდგი კართან და ასე მშვიდად წყნარად როდესაც ჩვენ საუბრობთ კონფლიქტებზე ოჯახური იქნება სახელმწიფოებს შორის იქნება ნებისმიერი კონფლიქტი მცირე რაღაც დეტალით იწყება როგორც ნაკვერცხლიდან აგიზგიზდება ხოლმე ცეცხლი და აუცილებელია რომ აი ამ საფუძველშივე მოვსვოთ ეს კონფლიქტი და მოვაგვაროთ და ეს მაგალითი გახდა ეს ოჯახი ამით ვამბობთ რომ სწავლება მთავარია მაგრამ მთავარია მაგალითი მივცეთ ჩვენ ბავშვებს და მეორე ოჯახიც ცხოვრობდა ისე და არასოდეს არ ყოფილა მათ ოჯახში ასე ვთქვათ კონფლიქტი და ასე გამოსწორდა მათი მდგომარეობა და ეხლა მთავარი საკითხი რა მოტივაცია მომცა რა შუაშია და რა შედეგი მივიღეთ ხო და ეს მაინტერესებს თავარისკენ წავიდეთ ეხლა თავარია შედეგი რა თქმა უნდა და უკვე ეს ისტორია რომ მოვყევი ძალიან მოეწონა ყველას და კაბადრული სახეებით მისვენდნენ და განსაკუთრებით ერთ-ერთ მათგანს მოეწონა ვინც თავარი ბირთვი იყო ამ კონფლიქტის პერსონაჟი თავარი პერსონაჟი და თქვა რომ აი ძალიან მაგარი ისტორია მოეწონათ შემდეგ ისაუბრეს ეს საკითხები განვიხილეთ და ეს საკითხი დაიხურა მაგრამ არ დახურულა თურმე
კარგად დაამახსოვრდათ ეს ისტორია და რამოდენიმე დღის წინ, როდესაც ჩვენ ვიყავით ექსკურსიით ბათუმში ვიყავით კი რამოდენიმე ექსკურსიაზე ვიყავით და ხანდახან მერე ვარ ისინი ერთმანეთში ბათუმში როდესაც ვიყავით საღამო ხანი იყო უკვე და უნდა დაბრუნებულიყავით სახლებში, მაგრამ ერთი ეს აქტიურობდა ეს გოგონას ზემოთ ნახსენები, გოგონა აქტიურობდა და უნდა რომ ასულიყო ატრაქციონზე, ესე თქვა, არ მიყვარს სახელი რომ ეძახიან, ეშმაკის ბორბალს ეძახიან, უბრალოდ ატრაქციონს ეძახი მე და სოქს არ უნდა და მოსწავლეებს და რაღაც თითქოს რაღაცა კონფლიქტი ისე მომავდებოდა, მაგრამ გამომხედა ამ ბავშვმა და როცა ზამინახა მითხრა რომ აი მირზა მასწავლებელ, ახლა თქვენ რა ეს ისტორია მომიყევით, ის უნდა გავაკეთო ეხლა მე და დამშვიდა, დააწნარდა, სხვას დააწნარა, დაამშვიდა რა. თუ გეჩქარება, წავიდეთ, თუ რამე პრობლემას არ შეგექმნით, დავრჩე და ასე მშვიდად, წყნარად მოგვარდა ეს კონფლიქტი და მე ჩამეხუტა, მადლობა მითხრა და თელ ცხოვრებაში ამ ისტორიას სულ გამოვიყენე მე ცხოვრებისეულად და ისეთი სიხარულის მომნიჭებელი იყო ეს ფაქტი ჩემს ცხოვრებაში და ეს იყო мотиваცია და სწორედ ასეთი ფაქტები მაძლევს мотиваციას. მე მქონდა ეს პატერიგი მოსმენილი, მაგრამ ახლა ისე მე სიამოვნა რომ მოყევი და რომ გავიგე ისე რაღაცა ძალიან ჩავერთე მეც ამ ისტორიაში ძალიან მომეწონა. მადლობა შენ ამ საინტერესო საუბრისთვის. მოკლედ, აი ეს მიხარია რომ ჩვენი საუბარი როცა შედგება ხოლმე ესე შემართლე გითხრა ეს რიგით მესამე არის ეს პაპაზღოსის ვიყავით იქაც გქონდა გადაცემა მე ჩემთან ვიყავი და ეხლა მესამეა ჩვენი ეს გადაცემა და ძალიან რა ვიცი სასარგებლო არის მე ვფიქრობ ეს ჩვენი გადაცემა არა მხოლოდ ჩვენთვის არამედ ჩვენი მსმენელთათვისაც და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავხადო მათ იმისათვის რომ არიან ჩვენს გვერდით არ მინდა სახელები ჩამოვთვალო, ბევრი SMS-ით შემოდის და მოსწონთ ჩვენი გადაცემები და კომპლიმენტებს გეუბნებიან და უნდათ რომ ძალიან ხშირი ფორმა მივცეთ ამ ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, ვინც მოუთმენლად ელოდება ჩვენს გადაცემებს, ღმერთმა დაგლოცოთ. მოვიკითხავ ჩვენ ძვირფას ემიგრანტებს, ადამიანებს, რომლებსაც აი ასე ძალიან შევაყვარეთ თავი ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც აი ჩვენი მეგობარი არის. და თითო კბილ სიტყვას გვეუბნება ყველა იმ ადამიანს ჩვენი ძალიან დიდი პატივისცემა და სიყვარული ზემო მირზა დავემშვიდობო ჩვენს ტელემაყურებლებს და მე მინდა რაღაცა სათქმელი გაქვს ვიცი და 1-2 სიტყვით აი შენ სათონო მოგზაურობაზე მადლობა გადასახდელი ერთი ძალიან კარგი სატურისტო კომპანიისთვის და მე მინდა აი დაგითმო შენ ასპარეზი დიდი მადლობა პირველ რიგში მოსმენისთვის, გვერდში დგომისთვის, ყველას თანადგომისთვის, დახმარებისთვის. ძალიან მოკლედ ვიტყვი, ვიდეო იქნება მალე მომზადებული სიუჟეტი, ვიმყოფებოდი თქვენ სტუდიაზე დავდეორი ვიდეო ამის შესახებ და ინფორმაცია ათონი მოგილოცეთ, წმინდა ადგილი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის ბაღი და მადლობა მინდა გადავხადოთ ათონისთვის მოყვარულთა სკოლას, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი მოგზაურობა და მალე ძალიან მაგარი სიუჟეტით დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა ყველას. გაიხარეთ წარმატებები მომავალ პარასკევამდე და მე შემიძლია გითხრათ ის რომ ძალიან მაგარი სიუჟეტი გელოდება წინ ათონური მოგზაურობის შესახებ. ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ, მოკითხვა ყველას დიდი სიყვარულით. მომავალ პარასკევამდე.